რამდენიმე დღის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლიბერტი ბანკი იყიდა რუსეთის სახელმწიფო ბანკმა სბერბანკმა. ახლა რუსეთის ერთ-ერთი დიდი ბანკი ალფა ბანკი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული კრემლთან, ყიდულობს TBC ბანკს. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ისიც თქმით, საქართველოში შემოდის დიდი რუსული სახელმწიფო გაზპრომ ბანკიც, რომელსაც უნდა რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა. სააკაშვილის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში ყველაფერი რუსეთის ხელში აღმოჩნდება. ჩვენ სბერბანკთან ლიბერტი ბანკის გაყიდვაზე არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ, ქვეყნის პირველ პირს განცხადებიდან რამდენიმე წუთში Facebook-ის საშუალებით გამოეხმაურა ლიბერტი ბანკის გენერალური დირექტორი ლადო გურგენიძე. გასხვისების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ TBC ბანკის დამფუძნებლებიც. სააკაშვილის განცხადებას აბსურდულს უწოდებს ქართულ ბანკის პრეზიდენტი. და გვესმოდეს ეს რა არის? ჩვენი ქართველების ქონების 60-70% არის ჩადებული ამ ბანკებში. კრედიტებით, იპოთეკით, ასე შემდეგ. დიდი ალბათობით, ბევრი ვიღაცა კრედიტს ვერ გადაიხდის და ბანკები ამ ქონებას წაიღებენ. ეს ყველაფერი აღმოჩნდა პირდაპირ რუსეთის ხელში. არც ალფა ბანკთან და არც ერთ რუსულ ბანკთან ჩვენ არ გვიწორმოებია დღევანდლამდე არავითარი მოლაპარაკებები და რა ვიცი, ჯერჯერობით არც განვიხილოთ მომავალში. ყველასთვის ცნობილია, რომ ბატონი სააკაშვილი საერთოდ ზოგადად და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში აბსოლუტურად არაადეკვატური გახდა და თავის თავს უფლებას აძლევს ღიად გადაკეთოს ნებისმიერი შინაარსის დემაგოგიური განცხადება პირდაპირ ტყუილიც. არავინ არ მალავს და არც ბატონ ბიზნესს არ დაუმალია, რომ თავისი ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი მან რუსეთის ბაზარზე მოიპოვა თავისი გამჭრიახობით და ბიზნეს ინტუიციით. რომელსაც არავინ არ მალავს. და ეს ნიშნავს, რომ რუსული ბანკია?